და უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის ძალიან კარგად ნაცნობ მომღერალზე უნდა ვისაუბროთ. ფოლად ბულბულოღლი საქართველოშია. ის 70 წლის გახდა 4 თებერვალს და სწორედ საიუბილეო საღამოს გამართავს 21 თებერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში. კულტურის მინისტრის შეხვდა ფოლად ბულბულოღლი და ის გეგმავს, რომ გარდა ამისა 20 თებერვალს დაესწროს მამამისის მურტუზ მამედოვის ბიუსტის გახსნასაც. ფოლად ბულბულოღლი საქართველოშია. გუშინ ცნობილი მომღერალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს შეხვდა. 21 თებერვალს კი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში მისი 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ბატონი ფოლად ბულბულოღლი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი სიმბოლო არის აზერბაიჯანული კულტურის და მისი ვიზიტი თბილისში ამ ურთიერთობის ძალიან მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურება არის. საინტერესო იყო ძალიან ჩვენი შეხვედრა, როგორც იცით ის 18 წლის განმავლობაში იყო აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი, რამოდენიმე ძალიან საინტერესო ამბავი მომიყვა თავისი გამოცდილებიდან. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ამ ურთიერთობების, კიდევ უფრო მეტ განვითარებაზე.